გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. 6.5 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოში და კრიტიკა ოპოზიციიდან. სკოლებში ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია მე მომავალში დაიწყო. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით იმართება. საქართველოს წელს ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში. ირაკლი კობახიძესთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ცნობილია, რომ საქართველოს დელეგაციის შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება სამინისტროებს შორის მემორანდუმებიც. ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან ხელი ეწერება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე გაცვლა გაზიარება გამოცდილების შესაბამისად პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ამ მიმართულებების თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება გადამუშავების მიმართულებით, აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის გარემოს დაცვის მიმართულებით. ხელი ეწერება შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩინეთთან აქტიური ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული კუთხით. იცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. და ეს ვიზიტი ზუსტად ამას ემსახურება ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ურთიერთობის გაღრმავებას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნება შესაძლებლობა გააფართოვონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი. MR ჯგუფის უპრეცედენტო 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. ისინი ითხოვენ გასაჯაროდეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად უკვე საჯაროა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო კომპანიის 33%-იანი წილის მიწისა და პოტენციურად დასაშენებელი აქტივების თანამ მესაკუთრეა. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. კონსერვატორები ხაზარაძე ჯაფარიძის ლელო და ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წინააღმდეგ. ამჯერად ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიზნები და გზავნილები საქართველოში MR ჯგუფის შვილობილი Eagle Hills-ის 6.5 მილიარდის ინვესტიციას უკავშირდება. ისმის კრიტიკას სხვადასხვა საფრთხესთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ თითქოს ხელშეკრულების დეტალები არაა ცნობილი. ამ დროს კი გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო განისაზღვრა კომპანიის 33%-იანი წილის მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრედ. საქმე გვაქვს არაბულ აფიორასთან. არანაირ 6 მილიარდ დოლარს ისინი არდებენ. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ადგილობრივ ბაზარზე რო არ იქნებოდა გათვლილი. მაგას ერთი წლის წინ ვამბობდით, ცოტა არ გვჯერა, რომ ეს ინვესტიცია საჩვენოა. არ ვიცით, რამდენი შევა საქართველოს ბიუჯეტში ამგვარი პროექტებით. არადა ის კი ვიცით, რომ თბილისის მახლობლად საუკეთესო ტერიტორიას დაეუფლებიან გაურკვეველი ადამიანები. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს Eagle Hills-ის საქართველოში პროექტებს საკუთარი თანამემამულეებისთვის ააშენებს. ოპოზიციის აბსურდული ბრალდებები და აჟიოტაჟი კი ქართული ოცნებისთვის და ხალხის ძალისთვის რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ სახეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს. როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, რომ საკუთარი წარმომადგენლობის ხარჯზე პოლიტიკაში იქნება ეს თუ ბოლოს უკვე ბიზნესშიც მათ შორის, რომ არ გიხარდეს ასეთი დიდი
ინვესტიცია და ძალიან კარგად იცის მათ შორის ხაზარაძემაც და ყველამ, რომ 6.5 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში 2-3 წელიწადში უკვე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე. მშვენივრად ესმის მას ეს ყველაფერი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი იქ არაფერი არ იქნება, იქიდან სარგებელი არ ექნება პირადად მას, აი ასე საჯაროდ აღიარებს იმ ბოღმას, რაც შეიძლება მას გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკის და ზოგადად საქართველოს მიმართ. არის ძალიან მარტივი ამბავი. საქართველოში შემოდის პირველად მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში მთელი ამერიკული, ევროპული ყველანაირი სესხი და გრანტი რო გაერთიანო, არა თუ ინვესტიცია, აი ყველანაირი სესხი რაც ჩვენ აგვიღია. ამის ერთად აღებული უფრო მეტი ინვესტიცია, სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ეხლა მე თქვენ მიპასუხეთ, ამ ოპოზიციას უნდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა? მათ ხო იციან, სანამ ქვეყანა წინ მიდის ეკონომიკურად, სანამ ეკონომიკის წინსვლა აისახება ქართველ ადამიანზე, ეს მათი რევოლუციური იდეების დამანგრეველი მოვლენა არის. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ ესენი და მათი პატრონები, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალონ. სიცრუის კამპანია რადიკალებმა ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ემა არის საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავდა. რადიკალების უსაფუძვლო კამპანიის აქტიური მონაწილეა სალომე ზურაბიშვილიც. პირდაპირ ეთერში მეგინარ სავიძე საუბრობდა. დღეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება 2025 წლის გაფართოების პაკეტს ევროკომისარი მარტა კოსი საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგენს, გაიმართება დებატებიც. მართლ გუნდს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს იქნება მორიგი სუბიექტური დოკუმენტი. მე იმედი მაქვს, რომ ეს უმძიმესი შეფასება გავლენას არ მოახდენს ჩვენს ხალხზე და ქართულ საზოგადოებაზე. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისი, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, ესე რომ ვთქვათ, მაგ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შესრულილი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება რეალურად იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების გამოც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა რეფორმა გაატარა საარჩევნო მიმართულებით, რაც მათი მოთხოვნა იყო, მთლიანად პარტიულ სიაზე გადასვლა, ელექტრონული ხმის მიცემის წესის დამკვიდრება, მიუხედავად ამისა, რომ ჩართული იყვნენ უხეშად წინა საარჩევნო კამპანიაში და წარმატებას ვერ მიაღწიეს, რა თქმა უნდა, ამაზე ექნებათ უარყოფითი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი რევოლუცია ვერ შედგა. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ ფარული დაფინანსება აიკრძალა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების. უკმაყოფილება ექნებათ იმაზე, რომ საქართველოში მედია სივრცე განსხვავებით ბევრი ევროპული ქვეყნისაგან არის რეალურად პლურალისტური. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ რევოლუციები, რომელიც არის არაკონსტიტუციური ქმედება, არ დაუშვას. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ ჩვენ ტრადიციული ღირებულებების და ადამიანის უფლებების ფუნდამენტალური დამცველები ვართ და ჩვენთვის ვთქვათ LGBT იდეოლოგია არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ქცევის განმაპირობებელი. უკვე მეორე დღეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არაკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მათ ბიზნეს პარტნიორს ბობ მეიერს ჯამში $6,800,000 გადაურიცხეს. მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლის სპორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის $6,500,000 გადახდა დააკისრა. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბობ მეიერი ფიქტიური მოსარჩელე იყო და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სარჩელის უკან ხაზარაძე ჯაფარიძე იდგნენ. არა მარტო ვაშინგტონის არბიტრაჟი აღმოჩნდა ის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელმაც გაამტყუნა ხაზარაძე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყველგან ეძებს ისეთ საშუალებებს, რითაც შეიძლება რომ ქვეყანაც დააზიანოს და თავად თვითონ მიიღოს სარგებელი, მაგრამ სამართლიანობა და კანონზომიერება, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. და მოუწია ახლა მილიონების გადახდა იმ საერთაშორისო არბიტრაჟიდან გამომდინარე. თხარა და გამოთხარა არა ქართველი ხალხის
ჯიბიდან ამოღება და მის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება და სამართლიანობა, რასაც მოითხოვს, გადახდა იმის, რაც მას ეკისრება, რომ გადაიხადოს. კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენ იმაზე, რომ არ ასე ვთქვათ ეგუებიან იმას, რომ ისინი არიან ასე ვთქვათ ამ პროექტის ჩამგდებები და უნდათ მაქსიმალურად ყველანაირად საქართველოს გადაახტევინონ ეს ჩავარდილი პროექტის საფასური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა ეტაპზე ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადების პერიოდში, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში და შემდგომშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინა კონსორციუმს, მაგრამ მათ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლეს აღებული პირობების შესრულება. აქციის რამდენიმე მონაწილემ რუსთაველის გამზირი გუშინ ისევ კანონსაწინააღმდეგოდ გადაკეტა. პოლიციის არაერთ მოწოდებას გაეთავისუფლებინათ გზა და პროტესტი კანონის დაცვით გამოეხატათ. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს და სამანქანო მოძრაობა აღდგა. დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე. ჩვენ ხედავთ, რომ მხარდაჭერა პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსთაველზე გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად კანონს არღვევენ. შესაბამისად კანონმდებლობის გამკაცრების შემდგომაც ყველამ დაინახა, რომ უკვე ისეთი პროცესები ვეღარ მედის, როგორც თუნდაც 2-3 თვის წინ იყო რუსთაველის გამზირზე, გამომდინარე იქიდან, რომ ვიმეორებ. ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც იყო ნაცმოძრაობა და თავისი ფილიალები, ამხილა უკვე თავად მათმა ერთ-ერთმა ძლიერმა აგენტმა ლომჯარიამ და დაუწუნა მთელი ერთ წლის განმავლობაში პოლიტიკა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, არაორგანიზებულები იყვნენ და ასე შემდგომ. ასე რომ ჩვენი თუ არ ჯერათ, იმ უცხოური აგენტებს მაინც დაუჯერონ და თავიანთ პატრონებს მაინც დაუჯერონ, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ეხლა მათი პატრონების გარეშე აქაური აგენტურა ვერაფერს ვერ იტყოდა და ასე რომ განაჩენი გამოტანილი აქვთ. ერთგვარი ასე ვთქვათ პატაკი არის, რომ აი ჩვენ გვარსებობთ და დაფინანსება არ შეწყვიტოთ, საქართველოსზე ცუდი რეზოლუციების მიღების საბაბი და საფუძველი რო გქონდეთ, ჩვენ ყოველდღიურად ის 30 თუ 20 კაცი გადავკეტავთ, დავარღვევთ, მედია ხმაურს შევქმნით ამასთან დაკავშირებით და თქვენ ჩვენო ბრჭყალებში დასავლელო მეგობრებო ეს გამოიყენეთ საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ თუ საქართველო არ დაისაჯა, ისე ქართველი ხალხი ჩვენ ხმას არ გვაძლევს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია. გეკა გელაძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივად გატარების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და ქვეყნიდან მათი გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. გეკა გელაძემ ასევე დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარით და ტექნიკით. პარლამენტის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ეკონომიკური პარამეტრები გააცნო, ითქვა, რომ საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურმა ზრდამ 7.7%-ს მიაღწია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაზრდილია საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, ასევე ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად ამ სფეროდან შემოსული შემოსავლებიც. მოგეხსენება ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, თუმცა პირველ კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში 6.5% გვაქვს წინასწარი მონაცემებით და საბოლოო ჯამში 9 თვის წინასწარი მონაცემებით არის 7.7%. ინფლაციას რაც შეეხება, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს 3%-ს შეადგენს. საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა ჯამში 18 მილიარდ 545 მილიონი დოლარი, რაც გაზრდილია წინა წელთან შედარებით 9.1%. წლის პირველ 9 თვეში 5.327.000-მდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
საქართველოს დაახლოებით 5.6% არის გაზრდილი აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით. შემოსავლება 3.638 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია გასული წლის ცხრათვის მაჩვენებელთან შედარებით. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც გასულ წელს სამსახურმა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. მათ შორისაა ახალი პორტალების დამატება და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი პროცესი, რომლის განმავლობაშიც 12500 ადამიანი გადამზადა და დასაქმდა. ანგარიშის წარდგენისას გოგიტა თოდრაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სტატისტიკის სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობაზე. საქართველოს სტატისტიკის სისტემა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და ითვლება სანდო პარტნიორად როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა არის უფრო სანდო, ობიექტური და რაც მთავარია, პოლიტიკური და დაინტერესებული მხარეებისგან დამოუკიდებელი. ციფრულ პლატფორმებზე გადასვლის პროცესი სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების მიმართულებით როგორ გვაქვს, ერთი მეორე რამდენად ინტეგრირებულია ეს სისტემები ერთმანეთში. დაახლოებით 27 ინტერაქტიული პლატფორმა გვაქვს შექმნილი და შედეგით სახეზია. ვებსაიტის მომხმარებელთა რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მოსახლეობას ყოველთვის აწუხებს ის, რომ არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული მაჩვენებელი არის მაღალი. რა შეგვიძლია რომ უპასუხოთ? რაც შეეხება შიდა მოძრაობას, მათ შორის ურბანიზაციას, ქალაქიდან სოფლად, სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის ნაკადებს, ამის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ მოსახლეობის აღწერა, რომელიც გამოჩნდება ძალიან კარგად ასევე დეტალური შედეგების გამოქვეყნებისას. ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია მე მომავალში დაიწყო. თბილისის, რუსთავისა და ბათუმის საჯარო სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გადამზადებული ოფიცრები და სკოლის მანდატურები მე-6-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ნარკოტიკული საშუალებების მავნეზე გავლენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობას. კამპანია პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასკოლო ასაკში საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა. დაიწყო უმნიშვნელოვანი პროექტი, კამპანია სახელწოდებით მე მომავალში, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია. მანდატურის სამსახურის მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები ყოველდღიურად არიან ჩართული ამ პროცესში. აჭარის მასშტაბით ეს შეხვედრა ჩატარდება 10 საჯარო სკოლაში პარალელურ რეჟიმში და საინფორმაციო შეხვედრებიც პარალელურად იგეგმება აჭარის მასშტაბით მხიარული ვიქტორინა და ასევე სპორტული ღონისძიება კროსფიტი, რომელსაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სახის გავარჯიშებაც შეძლონ და საბოლოოდ ის მიზნები, რომელიც დასახული აქვს კამპანიას, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა მოზარდებში, ასევე პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება, სოციალური უნარების განვითარება და ზოგადად ბავშვების უფრო მეტი ჩართულობა გაიზარდოს. სამსახურის ხელშეწყობით და მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით გვაქვს ვიდეო კოლაჟი მომზადებული, რომელსაც წარმოადგენთ შეხვედრის პარალელურად და ასევე გვაქვს დამზადებული ესეთი ბუკლეტები, რომელსაც მოსწავლეებს დავურიგებთ შეხვედრის ბოლოს, რომ უკეთესად აღიქვან დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი. პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის მიერ მომზადებული უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნს საფუძვლად დაედო დღემდე არსებული გამოცემები, პერიოდული პრესა და საარქივო მასალები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების ისტორიას დოკუმენტურად ასახავს. გამოცემა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა. პროფესიულ განათლებას ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებთ ამაზე. უნდა გავაძლიეროთ განსაკუთრებით შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში და უნდა გავაძლიეროთ როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე უნდა გავაფართოვოთ ის პროგრამები, რომელიც ბაზრის გამოწვევაზე და ბაზრის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დასაქმებული და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. ამ გამოცემაში
შევძელით რომ შეგვიკვირდა ყველა ის მასალა, რომელიც ამ მიმართულებით მოიძებნება ქართულ წყაროებში, ქართულ პერიოდიკაში, ძალიან ბევრი იმუშავა სამუშაო ჯგუფმა, სარედაქციო ჯგუფმა და უნდა ითქვას მათ სასახელოდ, რომ ძალიან საინტერესო მონოგრაფია გამოვიდა. შევეცადეთ საქართველოს სხვადასხვა სიძველე ცაცავებში არსებული მასალები გაგვეერთიანებინა და მკითხველისთვის ერთიანი სახით წარმოგვედგინა მასალა, რომელიც უკავშირდება ამ საკმაოდ ვრცელ პერიოდს საქართველოში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას ეცნობა. გიორგი ჯინჭარაძე განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ამჯერად აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე იმსჯელა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ სკოლაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საომავლოდ ცენტრალურ მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციით აქტიურად გავაგრძელებთ იმ პირობების შექმნას, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი მოსწავლეები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ნომერ 2 საჯარო სკოლას, რათა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გვენახა შესრულებული სამუშაოები. ეს სამუშაოები კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება. ჩვენ სკოლას ყოველთვის ვცდილობენ, რომ გაუწიონ შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეული დახმარება, შეაფასეს ადგილობრივად სიტუაციები, დაეწნენ საგაკვეთილო პროცესებს, განვიხილეთ სამომავლოდ სხვადასხვა საერთო პროექტები, რომლებიც მოსწავლეების განვითარებას და პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. ბიზნესმენს და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ სამოქალაქო პანაშვიდზე. პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილიც. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ადამიანი იყო სიგიჟემდე შეყვარებული თავის ქვეყანაზე და თავის ერზე და რა თქმა უნდა თავის ოჯახზე და შვილებზე. ძალიან დიდი დანაკლისია. დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც ყველას დაგვაკლდება, ადამიანს, რომელიც ქმნიდა სიყვარულს და ცხოვრობდა მართალი ცხოვრებით. ის სიყვარული და სითბო, რასაც ეს ადამიანი ასხივებდა სხვა ადამიანების მიმართ, იყო მართლაც გასაოცარი და ყველა ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში, ჩვენს ცხოვრებაში და თითოეული დღე უნდა დაუთმოთ იმას, რომ ადამიანებისადმი სიყვარული უფრო მეტად გამოვიჩინოთ. და ისევ საქართველოს სტუდფესტი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. წელს ფესტივალში მონაწილეობა 15,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, აქედან 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პრიზებით და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. აპლოდისმენტები თუ შეიძლება დასრულდა სტუდფესტი 2025 გრანდიოზული შემაჯამებელი ღონისძიებით, სადაც გამოვავლინეთ კულტურის კომპონენტის და მოხალისეობის კომპონენტში გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე გამოვლინდა საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელსაც გადაეცა გრან-პრი, საკმაოდ ემოციებით სავსე იყო დღევანდელი დღე. დღეს შევაჯამეთ სტუდფესტი 2025, რომელიც მოიცავდა 40-ზე მეტ მიმართულებას კულტურის, განათლების, სპორტისა და მოხალისეობის მიმართულებით. ფესტივალი ყოველწლიური ხასიათის არის, ემსახურება ჩანსაღი ცხოვრების წესის ხალხშეწყობას, ასევე მოხალისეობის ხალხშეწყობას და სტუდენტთა თვითშემოქმედების განვითარებას. ფესტივალი მომავალ წელს კვლავ დაბრუნდება და ყველა უნივერსიტეტს ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს აღნიშნულ ფესტივალში. პირველად მივიღე მონაწილეობა სტუდფესტის ფესტივალში და მოვიპოვე პირველი ადგილი ქართული ცეკვების კონკურსში. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემო უნივერსიტეტმა პირველი ადგილი მოიპოვა და მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით 16 საათზე. დროებით.